თუ ვინმეს გონია რომ ამერიკელები გაჩერდებიან და ამერიკელები შეწყვეტენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს, ნამდვილი ქართული სახელმწიფოს და არა მაფიოზური წარმონაქმნის ბიზინა ივანიშვილისა და რუსეთის ბოსტნის ხარდაჭერას ეს ვინმე ვინც ასე ფიქრობს ცდება ხო? ბაბერდაო ვინმე იტყვის კონგრესმენი ჯო ვილსონი, მაგრამ ეს ჭყალებში დაბერებული კაცი ძალიან ადეკვატურია და პრაქტიკულად კვირა არ გავა, რო არ თქვა რომ დღე არ გავა, მეთქი ობიექტურად კვირა არ გავა, რომ საქართველოსთან მიმართებაში არ გააკეთოს მნიშვნელოვანი განცხადება და როცა იქნება ის მიუკაკუნებს ოვალურ კაბინეტს, დააკაკუნებს ოვალურ კაბინეტზე, მას გაუღებენ კარს და ის უთუოდ შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით და არ ვიცით 15 წუთის, არ ვიცი 9 საათის, არ ვიცი 1 საათის განმავლობაში, იბოდიშებთ, ასე უნდა ვთქვა, რომ კარგად გავიგოთ იქნება და გამოუჭედავს ტვინს საქართველოზე, სწორედ საქართველოზე საუბრით აუხსნის დეტალურად, ცხადია იქ იქნება მარკო რუბიო და სხვა პირები თეთრი სახლიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სხვები და სხვები შესაძლოა სხვა კონგრესმენები, სხვა სენატორებიც და ასე შემდეგ და ჯო ვილსონი იტყვის თავის მსუხე და თავის მძიმე სიტყვას იმასთან დაკავშირებით რა ხდება საქართველოში და როცა იქნება ეს ბევრი ქართველისაგან ნაგინები ობიექტურად, სუბიექტურად დავანებოთ ერთის ამასთავი, როგორ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთებს ერთ რეპლიკას, მოდი ასე ვიტყვი, თუ უფრო მსუხე წინადადებას არ წარმოთქვამს და იტყვის მძიმე სიტყვას, იმიტომ რომ ის დაუჯერებს პირს, რომელსაც თავად პრეზიდენტი ტრამპი უჭერს მხარს შემდგომ არჩევნებზე. აი, დღესაც რამდენიმე წუთის წინ, 11 წუთის წინ ამ წუთიდან, როცა მე ამას ვამბობ, ფორმულამ გამოვაქვეყნა კონგრესმენ ჯო ვილსონის მორიგი განცხადება სოციალურ X-ზე გამოქვეყნებული, ის მწვავედ აკრიტიკებს ქართული ოცნების დე-ფაქტო ხელისუფლებას და რომელსაც იგი ანტიამერიკულ და მაფიოზურ რეჟიმად მოიხსენიებს. ანტიამერიკანიზმი, აი ტრამპს, მოდი ასე ვიტყვი, ენთება პირდაპირ მნიშვნელობით, ტრამპი გიჟდება, ტრამპი სრულიად ადეკვატური რასაკვირველია ხდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ესმის, რომ ვინმე ანტიამერიკელია მთელი მსოფლიოს გარშემო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. არა, პაპუაშვილს ყოველთვის ექნება სათქმელი თუ კობახიძეს, რომ მე რა შუაში ვარ, ზაზა შათირიშვილმა თქვა ამერიკელებზე და უშუალოდ პრეზიდენტ ტრამპზე ცუდი სიტყვებიო, მაგრამ ეს ხო ასე არ არის და შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში უშუალოდ კონგრესმენმა ვილსონმა ან სხვებმა, ვინც საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობს და გარწმუნებთ, რომ ისინი მუშაობენ, ბუნებრივია იციან, რომ შათირიშვილის ყოველი ამოსუნთქვა არის ან ჩასუნთქვა არის ნახშირო ჟანგის ჩასუნთქვა ბიზინა ივანიშვილის მიერ ამოსუნთქულის ჩასუნთქვა და მერე შესაბამისად ამოსუნთქვა ანუ შათირიშვილი ვერც ვერაფერს ბედავს ბიზინა ივანიშვილის გარეშე და ბიზინა ივანიშვილის ვერც ვერაფერს ამბობს შათირიშვილის გარეშე მიაჩნია რა ეს უკანასკნელი თანამედროვე ჰეგელად, კანტად თუ ლოკად პირობითად ვიტყვი ან არისტოტელეთ თუ პლატონად არც ერთი, არც მეორე, არც მესამე, არც მეოთხე რეალურად ზაზაია შათირიშვილია და არა უმეტეს განვაგრძოთ მსჯელობა სწორედ კონგრესმენ ვილსონზე ანტიამერიკანიზმი არის მთავარი ის არგუმენტი ყველასი ვინც საქართველოსკენ არის ტრამპთან სალაპარაკოდ და ტრამპისთვის ასახსნელად რომ ბიზინა მისი შათირიშვილით, მისი კობახიძით, მისი პაპუაშვილით თუ მისი სხვა პაჟებით ფორმალურ ხელისუფლებაში მყოფებით თუ ხელისუფლებასთან მოტრიალეებით არის ბიზინა ანტიამერიკელი და ამავდროულად მაფიოზური, იმიტომ რომ დემოკრატიის არანაირი ნიშან-სვეტი, არანაირი ნიშან-წყალი საქართველოს არ ატყვია ბიზინა ივანიშვილის ხელში და ახლა ნახეთ რას ამბობს კონგრესმენი ვილსონი. მადლიერი ვარ ადმინისტრაციის ძალისხმევისა, რომელიც კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაციისა და მოძველებული ბარიერების აღმოფხვისაკენ არის მიმართული. კრიტიკული მინერალების გამო იცით თქვენ რა ამბავი იყო ატეხილი უკრაინასთან მიმართებაში მოაწეროს პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი იქ ჩართული იყო ფინანსთა მდივანი, ფინანსთა მინისტრი ბესენტი, ტრამპი აკეთებდა ყოველ 3 საათში თუ 5 საათში ვუტრირებ ცხადია განცხადებას, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი უკრაინისათვის, უკრაინა ერთი ხანობა უფრო სასარგებლო ხელშეკრულებას
ხელშეკრულების დადებას, მისთვის სასარგებლო ხელშეკრულების დადებას ცდილობდა, გაიწელა ეს ერთი პერიოდი, იქ ლაპარაკი იყო რა, ლითიუმი და არა მხოლოდ ბევრი საინტერესო მინერალი და ეს ამასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ მიაღწიეს შეთანხმებას, მაგრამ მარტო უკრაინაში მით უფრო ზელენსკის მიერ, კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინაში ხომ არ არის ეს მინერალები. ეს მინერალები არის ცენტრალურ აზიაში, ჩინეთში, ჩინეთთან ამსაგიხსეც ილაპარაკა პრეზიდენტმა ტრამპმა სისთან ამსაგიხსებსაც შეეხნენ მხარეები, ცენტრალური აზია, რუსეთშიც არის ეს ყველაფერი სჭირდება მაღალ ტექნოლოგიებს, სჭირდება მარტო iPhone-ს კი არა ვუტრირებს ხადი, არამედ მაღალ ტექნოლოგიებს, მათ შორის სამხედრო ინდუსტრიას და ასე შემდეგ და ამ თვალსაზრისით საქართველოს როგორც შუა დერეფნის მთავარ სახელმწიფოს, მაინც ასე უნდა ვთქვა, მიუხედავად ზანგეზურის ტრიპის დერეფნისას, ხო, დერეფნისას სახელწოდებით ტრიპი, მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც საქართველო არის შავი ზღვის ქვეყანა და ასეთად დარჩება სულ, ხო, ვიდრე საქართველო იარსებებს და აქედან გამომდინარე ეს უმნიშვნელოვანესია ხსენებული ჯო ვილსონისთვის კი არა, მთლიანად შეერთებული შტატებისთვის. აი ამ ეს ჩააჭირა, ეს დაიჭირა კონგრესმენმა ვილსონმა და ნახეთ რას ამბობს ის, აკი გითხარით, კრიტიკული მინერალების მიწოდების დივერსიფიკაცია რას ნიშნავს? იქიდანაც და იქიდანაც, ცენტრალური აზიიდანაც და ამის უკრაინიდანაც პირობითად, ხო? მოძველებული ბარიერები უნდა აღმოიფხვრას და სამწუხაროდ აგრესიულად ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ ამერიკის შეერთებული შტატების საპორტო და სახმელეთო წვდომას შუა დერეფნის მინერალებზე, შუა დერეფანში რაც გამოვა, შუა დერეფანზე რაც გაივლის, იმ მინერალებზე ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი, ასევე სხვა სახელმწიფოები, რომლებიც უფრო ფართოდ რეგიონში არიან მოქცეულნი, მზად არიან იმისთვის და ამის მადასტურებელია ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა შეერთებულ შტატებში, მზად არიან იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა დაამყარონ და ძალიან ფრთხილად დასცილდნენ ამ ჩასაზირად განწირულ გემს რუსეთის სახით და ის ჩასაზირად განწირული გემია, ამ დროს ისინი ეძებენ გასასვლელ გზებს, მათ შორის მთავარი რასაკვირველი არის ან ერთ-ერთი მთავარი, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, არის შუა დერეფანი, რომელიც გამოდის საქართველოზე და აგზის შლეგი ბიზინა ივანიშვილი აგზის არაადეკვატური და არაორდინალური კი არა, თლად დალაგებული რომ არ არის ის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ამბობს, რომ იცით რა არის, ეს სპორტი ანაკლია, რომელიც არ საშენებულა 59% ჩინურ კომპანიას. რომელ ჩინურ კომპანიას? რატომ ჩინურ კომპანიას? იმიტომ კი არა, რომ ჩინური კომპანია აპრიორი ცუდია, არამედ იმიტომ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა დასავლეთი მთლიანად ასეთ უმნიშვნელოვანეს ობიექტს, როგორც არის ანაკლიის ხმაწყლოვანი პორტი, ვერ გადასცემს ქვეყანას, რომელიც ადეკვატური, ანუ ჩინეთი ადეკვატური არ არის, არ შეიძლება ჩინეთის ექსპანსია, თუნდაც ეკონომიკური, სულ უფრო ჩინეთიდან დასავლეთისაკენ და ეს გასიგრძე განებული აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო დეპარტამენტში რუბიოს ხელმძღვანელობით, თეთრ სახლშიც რასაკვირველია, მაგრამ ასევე იმ think tank-ებში, რომლებიც ემუშავებიან და policy paper-ებს, ანუ რეკომენდაციებს, ანუ ანალიტიკურ მასალებს მუდმივად დღენია და ყოველთვის აწვდიან თეთრ სახლს, მაინც და მაინც ტრამპამდე კი ვერ აღწევს ბევრი მათგანი, მაგრამ იმ პირებამდე მაინც აღწევს, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, რომლებსაც გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების უნარი, უფლება და შესაძლებლობა გააჩნიათ. ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ შეერთებული შტატების საპორტო და რატომ შეერთებული შტატები? ხადია ეს საქართველოს ინფრასტრუქტურაა ანაკლია, მაგრამ შეერთებული შტატების ორი კომპანია, ერთი შედარებით ცხვირი და მეორე კი ოუნერი, ანუ დამფუძნებელი მონაწილეობდა ანაკლიაში, არა მხოლოდ ხაზარაძეს წაართვა, ეს უნდა ვიცოდეთ მაინც ხაზარაძეს და კონსორციუმს, არა, ეს გავიგეთ, ხაზარაძე შეიძლება ღირსია იტყვის რომელიმე ქოსი დეპუტატი, რომ მან ინვესტიციები ვერ მოიზიდა, ამაში არის ლოგიკა, ამაში არ არის ლოგიკა, რასაკვირველია და იყო იქ გარდაუვლად აუცილებელი ისეთი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა სახელმწიფოს მხრიდან, რაც სიცოცხლის უნარიანობას შეუნარჩუნებდა ანაკლიის სპორტს კონსორციუმის, ხაზარაძის კონსორციუმის პირობებში, რაც არ გააკეთა მთავრობად წოდებულმა ბანდამ, მაშინაც ბიზინა ივანიშვილის თავკაცობით და ასე შემდეგ, მაგრამ ამის გარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ორი ამერიკული კომპანია იყო იმთავითვე, ეს არის
დამფუძნებელი კონტი ჯგუფი, რომელიც ერთი ხანობა საერთოდ გადიოდა და ძლივს მოაბრუნეს, მე ვინ და მე ვიცი, ეს ყველაფერი ბევრი ვიცი ამის თაობაზე და ეს არის მეორე ჯგუფი, SSA Marine, რომელიც შემოვიდა და რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა. ასევე კონსორციუმში იყო სხვა კომპანიები, რომლებიც სხვათა შორის სხვად არიან, როგორ გონიათ. აი ერთმა დახარჯა პირობითად ლაპარაკობ $1 მილიონი. ის $1 მილიონი რატომ დაუკარგა სახელმწიფომ, აბა ვისზე ვთქვა, ის სად არის, ის ინვესტორი მოვიდა, ჩადო პირობითად და მილიონს მისხადია ცოტას ვამბობ, მაგრამ ისე იმისთვის ვამბობ, რომ ავხსნა მაყურებლისთვის, ჩადო მაგალითად ქართულ ბულგარულმა კომპანიამ G-Star-მა თანხა, რატომ დაიკარგა მისი ინვესტიცია და აღარ ვლაპარაკობ ეხლა სხვა კომპანიები, თურქული კომპანია, ჰოლანდიური კომპანია, ქართულ-ბრიტანულ უზბეკური კომპანია, ეს ბულგარულ-ქართული კომპანია, კიდევ ერთი კომპანია და ასე შემდეგ. 6, 7, 8 აქციონერი ხავდა კონსორციუმის პირობებში და 75 მილიონი დახარჯული იყო. მე მესმის, რომ კონტის ეგრა მაგის პასუხია არ მინდა შემეშალოს, რომ ოუნერს, ანუ დამფუძნებელს დახარჯული ჰქონდა 2.8 თუ 3 მილიონი დოლარი და არა უმეტეს იმ 75 მილიონიდან, მაგრამ ის ხო დამფუძნებელი იყო და წარმოიდგინეთ, როდესაც ესმის ეს სხვა ინვესტორს, რომელსაც აქვს თანხა ჩასადები პატარა ხეზში, ანუ ამგვარ ბიზნესში თუ რა მნიშვნელობა აქვს, პატარა მაღაზია აქვს გასახსნელი და ხედავს, რომ ესეთი მსხვილი ინვესტორები აღარ მიიღო, გააგდო საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ, ბუნებრივია რომ ითხოვს გარანტიებს და უფრო მეტ გარანტიებს. არაბებიც ამას მოითხოვენ, ეგრა მაგის პასუხია, თუ ის ჩემი მოსაზრებით რომ ვერ განხორციელდება, თუმცა შესაძლოა ვცდები, ის ინვესტიცია 6.5 მილიარდის ოდენობით 7 წელზე განხორციელდება, ეგრა მაგის პასუხია და საქართველოსთვის ის ხელშეკრულება, წინასწარი ხელშეკრულება კაბალური რომ არის და ბევრი რამ რო გაურკვეველია, ხო და რატომ აქვს საქართველოს 1/3 წილი, რომელიც საქართველოს შედის ნახევარი პრაქტიკულად კაპიტალში დებს, რა მიწებს სულ მინიმუმ ეს ნაწილი რომ ავიღოთ და ვისია ეს მიწები ბიზნესის ვერ გამართლების შემთხვევაში, ესეც რო ვილაპარაკოთ ხო ვის რჩება ინვესტორს თუ საქართველოს, ხო ესეც რო ვილაპარაკოთ, ხო ესეც ფაქტია და ისინიც კი სიფრთხილით უყურებენ ამ ამბავს. ამ კონტექსტში მე ჩავიკითხავ ჯო ვილსონის ამ ტვიტს ბოლომდე, მაგრამ მანამდე ერთსაც ვიტყვი სწორედ ანაკლიის სპორტთან მიმართებაში 2 ამერიკული კომპანია მე გიხსენეთ, კიდევ იყო 2 ამერიკული კომპანია, რომლებიც შემოდიოდნენ და ვინ და მამუკა ხაზარაძემ ეს იცის და მამუკა ხაზარაძემ იცის, რომ ეს ყველაფერი ვიცი, შემოდიოდნენ ამ პორტში მსხვილ ინვესტორებად. ამ ორიდან ერთს დავასახელებ, ეს არის ასეთი ამერიკული კომპანია უზარმაზარი ბრუნვებით წლის განმავლობაში, ეს არის Cerberus-ი, გახსენით Cerberus.com, რამხელა ბრუნვები აქვს, რა გამოცდილება აქვს, რა რესურსები აქვს ამ უზარმაზარ კომპანიას. აქ იყო Cerberus-ის წარმომადგენელი, რამდენიმეჯერ შეხვდა კონსორციუმსაც, შეხვდა გახარიასაც, ეხლა რომ დაბრუნდა პარლამენტში და რაღაცა არ ვლაპარაკობდი ამდენი ხნის განმავლობაში, მე ეხლა ვიტყვი, რომ სწორედ გახარიას პასუხისმგებლობა დეფიციტს არის ის, რომ მოხდა ჩავარდა მაშინ პორტის პროექტი და მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი იცოდა, ნათქვამიც აქვს, მაგრამ აქედან გამომდინარეც თუნდაც სიტუაციურად და უნდა გაერთიანებულიყო ჩემი მოსაზრებით გახარიასთან, მაგრამ ეს უკვე წარსულიაო, ვინმე მეტყვის, ბადრი მეტყვის ასე მაგალითად და აღარ ვილაპარაკებ ამ თემაზე. დიახ, Cerberus-ის შემოსვლა არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილმა, არამედ გახარიამაც დაბლოკა. ერთი ხანობა მე არ ვიყავი მაშინ ფორმულაში, ინგა გამახსენე რომელი წელია ეს დაახლოებით 20 ალბათ, ხო ან 19 წელს, 2019 წელს ესე ფურცელი დაუდე ყოფილ ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია სკიტიშვილს, ფურცელზე ამქეთ მხარეს, ესე იგი ამ ფასზე ამოვატრიალე, ეწერა, ვერ გავიგე 19-ში ეწერა Cerberus და ეს ფურცელი ამოუტრიალე და მე ესე ვაჩვენე, ისე რომ კამერაში არ გამოჩენილა, მაია მითხარით რომ ეს კომპანია შემოდის მეთქი დახედა ამ ფურცელს მაია სკიტიშვილმა, რომელიც სად არის ღმერთი მოუწყის ბიზნესი ექნება, სადმე რას ვერჩით და თქვა მე არც კი დასტურებთ და არც
უარყოფ. განვაგრძოთ ჯო ვილსონის ტვიტის კითხვა, მადლიერი ვარ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და უყურეთ რას ამბობს. ქართული ოცნების რეჟიმი აყენებს რისკის ქვეშ შეერთებული შტატების საპორტო და სახმელეთო წვდომას შუადერეფანზე გამავალ მინერალებზე, უფრო ზუსტი თარგმანი ეს იქნებოდა, იგი საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდ და მაფიოზური რომ არის ეს სახელმწიფო, ამის მადასტურებელია თვით პრემიერ-მინისტრის მიერ ეს რაც ვიცით, 7 მილიონი დოლარის გათეთრების ცდილობა, პარალელური ბიზნესები, პრემიერი ხარ, კაცი, დამოუკიდებელი ქვეყნის პრემიერი ხარ, მანამდე თავდაცვის მინისტრი ხარ, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი ხარ, ასევე პრემიერი ხარ, ასევე მანამდე და ასე შემდეგ და მინიმუმ 7 მილიონი დოლარი აღმოგიჩინეს სახში, რამდენი ასეთი 7 მილიონი გაქვს შენ მაფიოს წარმოგიდგენია, შენ გადანახული ოფშორებში, შენ გადანახული ევროპის ბანკებში, შენ გადანახული არაბულ ბანკებში, შენ გადანახული მუთაქებში ან მეუღლის მუთაქებში ასე უნდა ვთქვა, რამდენი ასეთი 7 მილიონი გაქვს გადარიცხული შენი შვილისათვის, 7 მილიონი თუ 700,000 არა აქვს ხა მნიშვნელობა რიცხვზე ნუ გამომედავებით, ნუ გამომეკიდებით, მაინც და მაინც დიახ ბანდიტი იყო და ის რომ ოდნავ ჭყალებში უკეთესი იყო ვიდრე შეშლილი ბანდიტი კობახიძე არამც და არამც არ ხსნის პასუხისმგებლობას ირაკლი ღარიბაშვილისაგან ეს რომ ვიცოდეთ მაინც კონგრესმენია ჯო ვილსონი ამბობს რომ საკუთარ პორტს გადასცემს ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და დევნის სანდო ინვესტორებს მაფიოზური კორუფციის სასარგებლოდო დიახ აქ შემოდის 700 მილიონი დოლარი თავად ვეაღიარებენ მე თავად ვეადასტურებენ მე კი არ ვიგონებ შემოდის აზერბაიჯანიდან როგორც ამბობენ შავი ფული რაღაცა ჯიხურშიაც ყველაფერი ტყუილია რასაკვირველია მაგრამ მაინც აქ არის კურდული სამყარო უნდა ამოიღოს კურდული სამყაროს ნაწილმა რაღაც თანხა კალაძე მორული ხმებით სულ მინიმუმ და ყველა ხმაში არის სიმართლის ნასახი უნდა ჩამოიტანოს რაღაც თანხა თავს იკლავდათ უკლავდნენ რიჟვაძეს იქ არის რომეო მიქაუტაძე იქ არის პრემიერი იქ არის თავდაცვის მინისტრი იქ არის ყოფილი უამრავი და რაც ვიცით ეს ყველაფერი და რაც არ ვიცით ხო წარმოგიდგენიათ რა მაფიოზობა მიბანდიტოობა ტრიალებს ამ ქვეყანაში აი ამას ეწინააღმდეგება ჯო ვილსონი კონკრეტულად რომელიც რასაკვირველია მიუკაკუნებს როცა იქნება პრეზიდენტ ტრამპს გაუღებენ მას ოვალური კაბინეტის კარს შეხვდებიან მას და სხვებს 1 საათით და ეს ჯო ვილსონი კიდევ ერთხელ და ხმამაღლა დეტალურად მოუყვება უამბობს ტრამპს იმის თაობაზე რაც ხდება იმ ქვეყანაში რომელიც ოდესღაც იყო სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებისა და რომლის ხალხიც ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია, იმიტომ რომ თუ ხალხი არ იბრძვის ჯო ვილსონიც რომ იცოდეთ არაფერს ლაპარაკობს და თუ ხალხი იბრძვის ჯო ვილსონი ლაპარაკობს უფრო ბოხი ხმით და ეუბნება ტრამპს რომ ამ ქვეყანას უნდა მივხედოთ, იმიტომ რომ საცა ისედაც ხო ჩასანსლა, მაგრამ საცა ჩასანსლავს ეს შლეგი პუტინი, რომელიც აგე ბურევესნიკებს, არეშნიკებს ცდის და რომელსაც ეს ქვეყანაც უნდა პოლიგონად და ანტიამერიკულ პლაცდარმად რომ ვიცოდეთ მაინც მათ შორის აი ზანგეზური ვახსენე ხო ანუ ტრიპის ერეფანი ხო სომხეთსა და აზერბაიჯანზე და მე უკვე თურქეთზე გამავალი იმის ჩაშლაც უნდა და საქართველოს დაეყრდობა შენ დონალდ უნდა იცოდე ეს ყველაფერი და დონალდი ამ ყველაფერს გაიგებს ძალიან კარგად და საქართველო მე ახლა გეტყვით ღიად საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი საქართველო გახდება ნატოს წევრი საქართველო გახდება დასავლური ცივილიზაციის დასავლური სივრცის წევრი საქართველო იქნება უმნიშვნელოვანესი ქვეყანა შავ ზღვაზე თურქეთთან ერთად ცხადია უკრაინასთან ერთად ცხადია რუმინეთთან და ბულგარეთთან ერთად ცხადია და ეს პატარა ნაწილი უკა გადარჩება დასუსტებულ და გადადგურების პირას მყოფ რუსეთს შავ ზღვაზე გამავალი ეს იქნება უბრალოდ ჩვენ აქამდე უნდა გავძლოთ ჩვენ როგორც შევინარჩუნოთ როგორც პროტესტი ისე საქართველოს სახელმწიფომ და სახელმწიფოს შემადგენელმა ქართულმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესმა აქტორმა ამ მოთამოცემულ ეტაპზე უნდა გაძლოს ფსიქოლოგიურად, ფიზიკურად, ფინანსურად თუ გნებავთ ასე ვიტყვი, როგორღაც უნდა დაუდგეთ ერთმანეთს მხარში, როგორღაც უნდა გავწელოთ ანუ არ გავანადგურებინოთ ამ კონოტაციით ბიძინა ივანიშვილს ჩვენი თავი და ის ყველა მიმართულებით გვიტევს და მასაც აქვს პრობლემები რომ იცოდეთ და თუ ეს დრო
გავა და გავა ჩვენს პროტესტში ამავდროულად და ჩვენს მედეგობაში ამავდროულად და ჩვენს შეძახილში გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, დასავლურ და დამოუკიდებელ საქართველოს, იქნება როცა უკრაინაში ომი დასრულდება უკრაინის სასარგებლოდ და შეერთებული შტატებიდანაც გადმოხედავენ და გვეტყვიან დიქტატორი ივანიშვილი თქვენი დასამარცხებელია და ეს იქნება ახალი ნაღვერდალი, ახალი ცეცხლის განთების საფუძველი და ამის შედეგადაც ჩვენ დამატებით დავამარცხებთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდ მტერს ბიძინა ბორია ივანიშვილს. ნახვამდის.